მეგობრებო, მოგესალმებით. მურმან წულაძე არის დღეს ჩვენთან სტუმრად, რაც ძალიან მახარებს გულწრფელად. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და მადლობა კიდე კურსიჯის, რომელიც ჩვენი მხარდამჭერია და რო ვარსებობთ კურსიჯი, არის ამაში დიდი წვლის შემომტანი და რაც მეტი იქნება ესეთი უკეთესი. როგორ ხარ ჯერ მურმან, ესე დავიწყოთ და მე რა ხდება შენსკენ ახალი, გადავნებთ თვალყურს. აქტიურად და პირველი მინდა გკითხო, ეგრევე თავიდანვე მოვყვეთ შორიდან რუსთაველი ხარ ხო? წარმოშობით დაბადებული გაზრდილი. რამდენ წლამდე იყავი რუსთავში? როდის წახვედი, მოდი ესე ჯობია. მანიაკი დაიჭირეს თუ არა, მაშინ წავედი. ანუ ყველა მანიაკი რუსთავიდან არის. ყველა მანიაკი რუსთავიდან არის, მაგრამ ყველა რუსთაველი მანიაკი არ არის. კი. ჩამოსულები არიან ეგენიც. ეგენიც ჩამოსული. მანიაკები, ნამდვილი რუსთაველი მანიაკი არ არის. ანუ იყო მართლა იყო ეს არ გამოდიოდნენ სახლიდან და ეგ ამბები იყო. ხო, ბავშვობაში ისე მეშინოდა სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი, რომ მე მახსოვს, რომ კონკრეტული მარკა იყო, ანუ ინფორმაცია იყო გავრცელებული, რომ კონკრეტული მარკის აი ამ მანქანით ფერიც იყო დასახელებული, რითი გადაადგილდებოდა ის ხაბარი მანიაკი. სელებრიტი მანიაკი. კი, მართლა მახსოვს. 06 იყო ყვითელი ფერის. თუ დაკონკრეტებად რა შეუმჩნეველი მანიაკი ყოფილი ყვითელი ფერის 06-ით, ხა ვინ სხვავინ იქნებოდა. კი, ყველა ესეთი მანქანა იყო შენი. და როგორ მოხდა იქ შენი წასვლა როგორც ყველასი, ესე უბრალოდ აიღე და აქ აღარ მინდა და არა, მშობლებმა წამათრიეს რა. უკეთესი ცხოვრება რომ მქონოდა რაღაცნაირად და სად მოხდი პირდაპირ რუსთავიდან ბელგიაში. კი, ბრიუსელში? თუ ბრიუსელში ჩავედი. და მე იქ, რავი, кайხანი ვიცხოვრე, მე სად აღარ ვიცხოვრე. რო ავიდგი ფეხი, მე აღარ გავჩერებული ვარ რა. და ეხა რო ვთქვათ, ისე თუ ასე რუსთავში ვცხოვრობ. ორი თვე რუსთავში ვარ, ერთი თვე იქით. ესე მოძრაობ, წამოხვალ. კონცერტზე თუ ამერიკა მივდივარ, ისე აღარ მივდივარ. ისე საცხოვრებლად აქ უკვე დაფუძნდი, რომ გინდა რომ აქეთ გააგზელო. მიყვარს აქეთ რა. ხო. ცა შენ მუსიკაში იგრძნობა, რომ აქეთ გიყვარს. იმიტომ რომ რაღაცნაირად ლაიტმოტივად სულ დაყვება ეს ქართული შენ მუსიკას და ეს ემიგრაცია ხომ არის იყო მიზეზი, ინსპირაცია რა ქართული სიყვარული. თან ისიც არის რომ იმიგრანტი რო ხდები ხო და იქ უკვე მიეჩვევი, არც იქაურელი ხარ, არც აქაურელი ხარ. არც იქინე მიმიღენ, არც ახლა რაღაცა რა. ანუ ისიც ახარ, ესეც ახარ, თან იქ უცხოელი ხარ, აქაც უცხოელი ხარ. მონი მარტო სამი თვითმფრინავში ხარ ისა რა. და ეგ რო არ შევიდე ხა შენ. როგორ? იქ რო არ ყოფილიყავი რა, ემიგრანტი და რუსთავში რო დაგეწყო მუსიკის კეთება ამ ჟანრს აირჩევდი, მაგან არის მოქმედა რომ იქ რო იყავი, სხვანაირად შეხედე ამ მუსიკას მაგის თქმა მინდა, იმიტომ რომ აქ რო ყოფილიყავი მე ეჭვმეპარება რომ შენ ხო ჩემი კითხვის მიზანიც ეგ იყო რომ ეს რა, სადღაც მე სამოხეთქავდა რა. რაც მე ესეთი მუსიკა მიბრახუნეს ბავშვობაში თავში და ყველა შაბათ-კვირას ბიძად შემი რო გვიკრავდა, წაუმღერებდით, დაგვიკრავდა პიანოზე და სულ ეგეთი სიმღერები იყო რა. რომ შეიძლება უფრო გვიან მივხვდარიყავი რომ ესეთი მუსიკა მიყვარს. და რატომ არის ეს ცუდი და ის კაი და ხო ეს ყველაფერი ის არის რა, გემოვნებაზე აუნაიდაო რა, მით უმეტეს ის შეიძლება თავში ჩაგიდეს და გონია ბავშვობიდან, იმიტომ ფილმებს უყურე, რომ აი რა მაგარი მუსიკა, მაგრამ ის პირიქით იქაურელი გიყურებს, შე რა მაგარი მუსიკა გაქაქო რა. ხო. რაღაცნაირად, მაგრამ ძნელია მაგის დანახვა, თუ იქ არ ხარ. თუ იქ არ ხარ და მე მაინტერესებს იქ რამდენად იკითხება შენი მუსიკა, თუნდაც ქართულენოვანი რომელიც. ძალიან კარგად. ხო. კი. უბრალოდ აქ უფრო ესმით ახლა რასაც ვიძახით და ზოგი ცოტა ისეთი ისინი მაქვს აი ანუ მე რა კომპლექსებიც ჰქონდა, მაგის დეკომპლექსიას ვაკეთებდი რა, ანუ და მე მივხვდი რომ თურმე აქაც ეხება. იმიტომ არაზრუს არ დამიწყა ამის კეთება, რომ საქართველოში ისა ეს პირიქით ვიმალებოდი. არ მინდოდა რა. ერთი-ორჯერ დავდე და ისეთი რაღაცეები მომხდა, მაშინ მარტო Facebook-ი იყო, რომ მეთქი მორჩა საქართველოს. კომენტარებში? ხო, კარგად იყავით. მაგრამ იგივე ხალხი 4 წლის მერე ვაი რა მაგარია. ხო და აი ზუსტად მაგას მინდა რომ შევეხო. შენი აზრით რა იყო მიზეზი მანის
გავარდნისა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიდეო კლიპი გაქვს, ძალიან ბევრი ტრეკი გაქვს და არანაკლებ გასავარდნები, აი მაგალითად Ich bin რუსთაველი, ხო? და შენი აზრით რატომ მაინც და მაინც ეს ტრეკი? არ ვიცი, კოსმოსში, აი ფრანგულად იძახიან პლანეტები გასწორდენო რა. შეიძლება ხალხსაც ჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოში მართლა სიბნელეში ვიყავით რა. და ძალიან ბევრ ხალხსაც უჭირს ეგა, იმიტომ რომ დიდი ეგო გვაქვს ქართველებს და უცებ ეს შეიძლება ახალ თაობამაც აქნა, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია. ისე მარტივად იბერება თან ეგ ეგო აქ. ხო, მგონი აი ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მონი გამოუშვი ვიდეოები დავდეთ და ჯერ არც არ ტრენდებოდა ეს და ბევრი მეუბნებოდა რა გინდა ამ სიმომეთქი ჰიტია გამანებეთ თავი და ძალიან გიყვარს ეს სიმღერა და მე რო წამოვიდა ზოგმა თან ცოტა ისეთი კომენტარები მითხეს მაგ სიმღერას და მე რო გაკაჩა აუ შენო მომავალში ხედაო და რაღაცეები ეს ზოგი ვინ არის მუსიკოსებს ეხება თუ მუსიკოსები ისინი ესენი მეგობრები და რამდენი ხანი დაჭირდა მაგ ამბავს რომ გამართლებული 5-6 თვე ეგრე რა 4-5 თვე ზა დაბლა ჩავდივართ ენ კლუბში დაბლავართ სიბნელეში ხარ და მაღლა აგიყვან დღეს ხომ მივდივართ გარეთ გავდივართ ჩავდივართ იქა და სიბნელეში დავდივართ კარგად იკვრება, ნუ გვატყუებდი. დღეს გარეთ გავდივართ, დავრჩებით აბარა. დღეს გარეთ გავდივარ და დავთრებით სანამ ვარ. თან TikTok-მაც მიმიშვა. ადრე არ მიშობდა შადობანი მქონდა სულ 1-4 აკაუნტი მაგაკეთებული არაო შენო. რატო? არა კრიტერიუმით იყავი შეფასებული დასაბუთი. არა კორექტული ვიყავი TikTok-ისთვის და TikTok-ს უყვარს კორექტული ხალხი. მე დიდად თლათ არა ხო? ხო, აი წარმოდგენა არ მაქვს. არ ვარ, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაქვს TikTok-ზე და მის მომხმარებელზე და არ მგონია რომ ძალიან კორექტულობას იცავდა. აი ეს რომ გაფრინდა რა. ეხა მაინტერესებს აი ეს live-ში სად შეიძლება რომ მოგისმინო ან თუ გაქვს ეგეთი გეგმა რომ აქ მოვიდეთ მაგალითად რიგითი მსმენელები და მოგისმინოთ რამე გეგმა თუ არის ეგეთი შეგვიძლია რომ დავაანონსოთ ეგეც რომ მოვიწვიოთ ხალხი. ეხლა ველოდები ამ წუთას პასუხებს, იმიტომ რომ საქართველოში ხო ყველაფერი წამზე კეთდება რა. დასავლეთში რო იყოთ გეტყოდი რომ 27 დეკემბერისთვის იყიდეთ ბილეთები 4 საათსა და 4 საათს. მაგრამ საქართველოში შეგროქნა ხალხი გეტყვის შეიძლება მოუკვდე მანამდე 27-ით. ანუ ხა დაგირეკვა შეიძლება ხვალ კონცერტი გვაქვს ესე გადაწყდება. ანუ როგორც ეს გადაცემა გადავწყვიტე და ეგეც ძალიან მიყვარს საქართველოში იმიტომ რომ ძალიან სპონტანურია და მუსიკაშიც აი ხო იქით სადარა მაგ დაკრული ძალიან პროფესიონალური მეებზე რავი რამდენი 15 ქვეყანაში მაგ დაკრული ბუქერი ყველაფერი ისა და საქართველოში თავიდან ვერ უგებდი ვისტრესებოდი იმიტომ რომ არაფერი თავის დროზე არ კეთდება ყველა აგვიანებს ისა 9-ზე იწყე მაგრამ 11-ზე მოვა ხალხი 11-ზე დაიწყე ბათუმში მიქნეს ეგეთი რომ 8-ზე დავიწყოთ და რომ მივედი აუ მოდიცი 11-ზე და მაინც 12-ზე დავიწყე და ხალხი მოვიდა 2 საათზე და მეკითხებიან კონცერტი 8-ზე იწყებოდაო და მეთქი რომელზე მოხვედი დამთავრდაო და ხო დამთავრდა 2-ზე თუ მოხვედი მაგრამ ბათუმელები ძალიან მიყვარს. განაცვალე ცუდად არ მიიღოთ. როგორ დაიწყე? 15 წლის იყავი, თუ რამდენი იყავი, რამდენის გამოდის? ესა? როდის არა, რო ჩახვედი ბელგიაში. ძალიან გვიან დავიწყე მუსიკა მე. ანუ აი ეგრევე მაგმიზნით არასდროს არ. არა, მე კალათბურთს უბერავდი. მართლა? ხო, კალათბურთელი ვიყავი და NBA და ისა და აზოტში თამაშობდი ბავშვობაში, ხო? რუსთავის აზოტი. მუსიკა როგორ გითხათ იცი, თან ცოტა ძალიან აი მიგდებულად ყველაზე ღარიბ ადგილს ვცხოვრობდი ბელგიაში შარლოვასთან არის აი საშინელება რო ჩახვალ გოტამ სიტია შარლოვა რა ადრე ვიცი გუნდი ყავს და ბრუსელიც სრული ბრუსელიც ეგეთი გაჩნია საით ხო მაგრამ უმეტესი ნაწილია ხო იმიტომ რომ ზოგი ადგილი გაღარებდა ხა მთლად გონია რომ ევროპა ვაი რა ეგრეც არ არის რა იქაცაა გაჭირვებული შვეიცარიაში ძალიან გაჭირვებულები და მთლად დისნეილენდი არ არის და
აქ რო ცხოვრობდი დამოვიწყე რაზე ყვებოდი მან რო ბელგიაში მუსიკაზე თქო ხო ისეთ ქალაქში ცხოვრობდი რომ აი მუსიკა გიტარა რო დაგეკრა შეიძლება ვიღაცა მოსულიყო და ეცემე ეს რა არისო კაჩუმდიო ცოტა სხვანაირს თუ ყველას ერთ და იგივე ძალიან ბევრი იტალიელი იყო სიცილიელი იქა ძალიან აი და თან ჩამოსული 60-იან წლებში ქალიშვილების ინსტიტუტი ცოტა ქართველები გრუზინი არის მაგათან რა ქვია გამოსული ადამიანი რა ეგეთი ხალხი იყვნენ და ერთ დღეს მოხვდი ქართველ მეგობრებთან რომელმაც რო დაუკრა ერთი სიმღერა ქართული და ისეთი რაღაცა მიქნა ამან რომ მეთქი ეს რა არის მეთქი გავსკადი რა გეგონება რაღაცა ახსოვს რა სიმღერა იყო თუ კი გენატრები მგონი ოკეი და რაღაც მოქმედა ისე იმოქმედა ისე იმიტომ რომ მთელ ბავშვობაში ხო მატენის მუსიკები გვამღერეს გვაცეკვეს ყველაფერი და მე წარმოგიდგენთ რომ 10 წლის განმავლობაში ნოლი კულტურაა იქ აი არანაირი მუსიკასთან შეხება მხრივ არ ქონია არანაირი იმიტომ რომ ის ადგილას ხოვდი რომ მართლა ჩვენ შტატში დებილები არიან თავიდან ბოლომდე ეგეთი უტვინო ხალხი როგორც ლალუვერში ცხოვრობს და თან მაინც მიყვარს ეგ ადგილი არ არსებობს ეს რომ მოვისმინე მეთქი მეც მინდა და უბრალოდ გიტარა ვიყიდე რომ ჩემთვის მეკაიფა და მესმინა მეთქი ვაიმე და მაქინა წამოვიდა როდის რამდენი წლის იყავი სადღაც 19-ის ეს გარ არის გვიანი საერთოდ ეს შეიძლება ევროპის წიკ-წიკა საათისთვის იყოს გვიანი თორე ჩვენთან არ ვიცი შეიძლება თავს მიმშვიდებ მაგრამ არა მგონია რომ 19 რა მაგრამ მაგაზე ბევრს ნევრონი მეთქი რა გვიან დავიწყე ისა მაგრამ იმდენად ჩავაჭირდი თან 1-2-3 წლის განმავლობაში ყველა მომნო და გაჩუმდი მომღერი ხარ გაჩუმდი. 3 წელი თუ გეუბნებოდნენ და მაინც გააგრძელეს, ეგ განარწმუნებული. ვინ ვეღარ გამაჩერებს ახლა უყურთ. რა თქმა უნდა. ეგ იყო და მე რაღაც როკ ბენდები მყავდა ისა და ამ როკთან რომ მივედი იმ დონეზე რომ ჩემის აი ეს ამ როკ ბენდშიც მე ყოველთვის მევწერდი რა. მაგრამ იმ დონეზე მივედი რომ უკვე შემელო იმპროვიზაცია ისა და უცებ წამოვიდა ეს ნოტები, მელოდიები ჩაკოდილი აქ ყველგან რა მეებში და ამოასხა რაღაცნაირად რა. პირველი გიტარით იწყებ ბოდიში. გიტარას უკრავდი. ხო, ან იქ იწყობა მთავარი ხაზი და გიტარით დავიწყე, მერე სინთეზაიზერი, მერე ისა, მერე ესა და რა ნელ-ნელა ყველაფერი დავამოყამე. ერთ ინსტრუმენტს რო ისწავლი, მერე უკვე სხვები ძალიან ადვილი. პირველი ტრეკი იქ გავარდა სადმე თუ აქ როგორ ჯერი გავარდა. და მე აქ გაიგეს რომ იქ გავარდაო რა. ანუ საქართველოს ჯერ არ იცოდნენ იქ უკვე რაღაცა საკეთები მუსიკაში. ზოგიერთმა დიგერმა მაინც მომძებნა რომ ნახა რომ უცებ შეხვდა რაღაცა ქართულად ღერი საფრანგეთში სადღაც ვიღაც ტიპი და მაინც ეს როგორ ვინ არის რა არის რატო ვერ სვამ ჩემ უნაში რა ქვია ვერაფერს ეს უხედავ სამყაროს რატო არ არის ეს ამაში რაღაცა და იგეთი პონტი იყო და აი გრამე ლაივების ამბავი იყო მე თუ რამდენი ხანი დაჭირდა მაგასა ფეხის მოკიდებას მაგ ძალიან მალე წავიდა არა როგორ იყო იცი ჯერ დავიწყე მარტო ბრიუსელში ამ როკ ბენდის სასტავი გავანებე თავი ეს მურმანწურაძე მქონდა გაკეთებული ზოგიერთი სიმღერა აბრეშუმი და იგენი მანდ უკვე დაწენი მქონდა ცოტა სხვანაირი ვერსია მარტო დავიწყე მე ვიღაც ცოტა სკვატებში უკრავდი აქეთ-იქით დამესიან 1-2 ტიპი და შენთან ერთად უნდა დაუკრათ ასიანი ოღონდ ისინიც მოვიდნენ და დამიწყეს ისევ როკის დაკვრა და მეთქი აღარ მინდა ეს როკი გეხოცებით მინდა ჯემი პოსტკომუნისტური პოსტსოვიეტური მუსიკა თუ რასაც ვეძახდი რავი მაგ დროს რა მაგის დაკვრა მინდა არ მაინტერესებს ეს ბიტლსები კი მაგარია რაღაცა მაგრამ ახალი არ მეხება ანუ როგორ იცი ჩემ ბავშვობის მეგობრებს ვინც ამ მუსიკას უსმენდა ხო იმიტომ უსმენდნენ რომ მამამის აქ ამერიკა მოვლილი Road 66 და მეც მამა ჩემს მინდა დაამსგავსო მე კიდე პაპა ჩემს მინდა დაამსგავსო ახალ სოფელში გარმონით რო გადმოდიოდა და ლეკებს რო აცეკვებდა რა რაღაცა და როგორ მიიღეს ეგ მუსიკა იქ თვითონ იმ ძალიან დაევასეთ იმიტომ ისა თან ცოტა ნაგლები იყვნენ რა დრამერმა ისეთი რაღაცა მითხრა მე პანჩურით გავაგდე რა ანუ შენთან ვარო, იმიტომ რომ ვიცი შენო ხო ცოტა დაკომპლექსებული ბურჟუა არტისტები იყვნენ, სკვატები ქონდათ რა. ანუ მე იმის გაკეთება არ შემიძლია ცოტა ვითომ შაიტანო და მე მიყენებდა რომ ყველგან დაეკრა და თვითონ აი თქვა აუ მე არა ეს არის რა ცოტა ბანძი ტიპი, მაგრამ ამას მოყვებიო ვითომ. ანუ კაუჩოს მე არა ფშვაში არ ვარ. ხო რაღაცა და ეგ რომ მითხა პანჩურით გავაგდე. სადაურები იყვნენ ეს ეგ იყო ფრანგი და ბრიუსელში იყო ძალიან ბევრი ალტერნატიული სკვატები, სადაც
ძალიან კაი იყო, როცა ხელოვანი ხარ რაღაცა, გაძლევდნენ ადგილს და მასა საშუალებას რომ დაგეკრა რა. ეგ იყო ესენი გავყარე. ხო, გისმენთ და მე გავაგრძელე ისევ, ჩემი ისე, იმიტომ რომ მეთქებს რომ მარტო? კი. ხო. მე ლაფამის მუსიკოსები ჩემი მეგობრები არიან და მაგათმა ბასისტმა რომ უსმინა, გაგიჟდა აუცილებლად შენთან ერთად უნდა დაუკრავ, მე აღარ მინდა მუსიკოსები, მაგრამ მოდი თუ გინდა, უბრალოდ ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი შემოიყვანა და უცებ თავიდან ჯერ ორნი უკრავდით 50 კონცერტამდე დაუკარეთ, მაროკოშიც დაუკარეთ, ესპანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ბელგიაში და მე ეს ბუქერებიც მოვიდენ და 3 ბუქერი ვყავდა ბოლოს რა. როგორ ხდებოდა ეგ პროცესი? როგორ რა? აი მენეჯერი ყავდათ ის ხოდავდა შენ თვითონ აკეთებდი ამ ყველაფერს. ყველაფერი რა. ანუ მთლიანი პაკეჯი, მენეჯერი, ბუქერი, PR-ი, ყველაფერი რა. და სულ თავიდან სანამ მენეჯერი იქნებოდა შენით გიწევდა რაღაც ბარებთან მისვლა. აი რო წარმოვიდგინოთ ქართველი არტისტი, რომელიც ცდილობს ახლა სადმე წავიდეს და ფეხი მოიკიდოს, რა პროცესი არის დაახლოებით. ყველას წერდი მე რა. თან ვიცნობდი, იმიტომ რომ ძალიან ფერ ქვეყანაში ვიყავი მანამდე ნამყოფი, ნამოგზაურები, იქის ყავდა გაცნობილი, იქის და კონტაქტები მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანაში. მაინც ისე თუ ასე, მაგრამ მაინც მე თვითონ წერდი, რომ გაგონილი რომ მქონდა მეთქი, აბა შვეიცარიაში მაგალითად სად შეიძლება რომ დაუკრა ეს ტიპია მივწერდი და უგზავნი შენ მუსიკას და იმას თუ მოეწონება დაკპატიჟებს რა რო წარმოვიდგინოთ რა მასშტაბის მაყურებელზეა საუბარი, კლუბები იყო, ბარები, სცენა როგორია? აი უფრო აი ისე რო თქვა ალტერნატიულ ხალხში რაღაცნაირად უფრო აი underground სისტემა იყო ძირითადად. ხო. და ფესტივალებზე ქონდა რამე გამოცდილება, რამე ფესტივალები. ევროპაში იმდენი ფესტივალია ახლა რომ საფრანგეთში ყველგან მაგ დაკრული რა, აი როგორ არის საფრანგეთში, რო აგიყვანენ ამ პროფესიონალს იმაში რომ შედიხარ, ჯერ გაგზავნიან ვაგონ ტრანსა ისინი და მიდიხარ როგორ ფესტივალს და ძნელია მანდ რა, აი შენ წინ დგანან მარტო ესეთი ბაჯებით ტიპები რა და ესე გიყურებენ ცოტა რა ეს რა ხდება რა რომ მე ის იმის ბუქერია ეს იმის ისა და ანუ რაღაცნაირად მაინც ბუქერი არის მაფიოზი რა უმაგისოდ ვერ დაუკრავი ხო ანუ ფულსაძე მაინც ეგ პრომოუტერობა მაინც შეგითავსებია თავიდან ხო მაგრამ ეგეთ ადგილებში საჭიროა იმიტომ რომ იმდენი კონცერტი გაქვს ის ბილეთია საყიდელი თვითონავის ჰოტელი ისა ესა ხო მენეჯინგი ხო 20 კონცერტი რო გაქვს მიდი ახლა შენ თვითონ დაბუქეს ყველაფერი ის ეს მაგის ლოჯისტიკა არ არის ადვილი ხო ძალიან ყველაზე დიდი ფესტივალი რა არის სადაც დაგიკრავს ყველაზე დიდი იყო პოჰოდა ეგ იმაშია ხო ხო სლოვაკიაში მან მაგერთი 8 წელი დაკრული ო ეგ საკმაოდ დიდი ფესტივალია ძალიან დიდი ეგ მაგ რეგიონში აი ცოტა ზიგეტის და იმის მერე ალბათ ეგ არის რა ზიგეტის დიდი კონკურენტია მაგრამ ზიგეტი ჯობია ზიგეტი უკვე გახდა ძალიან კომერციალური და კი რაღაცა რავი პოჰოდა ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ისე დავმეგობდი მან პირველად რომ დაუკარეთ იყო კოვიდი და გააკეთეს ძალიან პატარა ისა რა ანუ პატარა რა იმ ხელა სცენები იყო 3-4 დიდი სცენა იყო და დღეში შეიძლება მარტო 1000 ადამიანს მოსვლა და ძალიან პატარა ყოფილა არა და წესით მოდის 30000 40000 ადამიანი ეს 1000 ადამიანს ყველას სინჯავდნენ ყველა დღე და 5 დღის განმავლობაში უკრავდნენ უცხოური ბენდები ერთ დროს ზუსტად და დანარჩენი სლოვაკური ბენდები ცვლიდან შუა დღეზე და რაღაცა რა და მან ისე მოვეწონე დირექტორს რომ მე after party-ზე დაგპატიჟა და ბოლოს მეორედ რო ვიყავ ისე ჩაზმაკაცებული ვიყავ რომ დავინახე მიხელ და მეთქი მიხელ მიდორნა ჩავეხუტო და ეს ამ დროს ეუბნება გამარჯობა სლოვაკეთის პრეზიდენტს მაგის ხოლმე რომ დამიჭირა და გამომწია ბიჭო გაჩი პრეზიდენტს ეუბნება გამარჯობას ან სლოვაკეთში გურმანი არ ჯობდა ახლა სლოვაკეთის პრეზიდენტი ხო და მაგათმა მიხვდნენ იმიტომ მაგათღაც ყავდათ ეს რაი ცოტა აი როგორიც ქორწილებში და რესტორნებში რო უკრავდნენ შაბაშა ტიპები რა და მიხვდნენ რომ მაგაშიც იყო რაღაცნაირად მიხვდნენ რას უკრავდი მოკლედ ხო თან ის რო იყო თანამე ხო კარგად და იმ წამსვე აი მეორე მესამე სიმღერაზე უკვე და მგონი უკვე სლოვაკეთში მასალა კი ქონდა იმ ოდენობის რომ კარგი ერთი მსუყე
ლაივი გქონოდა მანდ. არა, მაგას კი ძალიან ბუქერიც იყო, ყველაფერი იყო, აი ლაივი ქონდა ზუსტი რა, ხმის ინჟინერიისა და დაზუსტებული ყველაფერი. ანუ ძალიან ისეთი წონიანი ფესტივალია ყოველთვის. არის ხოლმე ერთ-ერთ საუკეთესოებში რაღაცებს რო ვარჩევ ხოლმე. ჩვენთვის უბრალოდ ცოტა ისეთი მიუდგომელი ადგილია საქართველოს. არა, აღარ არის, იმიტომ რომ ბრატისლავაში დაფრინავს. ბრატისლავაში უკვე გაიხსნა. გაიხსნა, ხო. იმიტომ რომ წინაზე ვიყავი. ზიგეტი ბევრად კომფორტული იყო, იმიტომ რომ დიდი ხანია დაფრინავს ბუდაპეშტში ხა და მან. იმიტომ რომ ეხა მქონდა მან ტური დეკემბერში და 6 ფრენა გამოვიცვალე. 2 კონცერტისთვის რა. რაღაც 6000 კილომეტრი გავერთ და მეთქი ცოტა მოწყვეტილი ვიყავით მაგ რეგიონს და ეხა ნელ-ნელა ისება რაღაცეები რა. და ჩვენაირ ცოტა გიჟე ტიპები არიან საყვალები რაღაცა. სლოვაკები ხო? ხო, რაღაც. ჩეხები უფრო სნობები ვითომ კაი ტიპები არიან, მაგრამ ყველაზე კაი ტიპებად ითვლებიან და ხო, მაგრამ იმიტომ ძალიან ვითომ ინტელექტუალი სასტავი, მაგრამ ესენი უფრო ისინი რაღაცა აქვთ გამოვლილი რა. ქართული სიტყვა. რომელ ქვეყანაში ხარ შენი აზრით ყველაზე პოპულარული? ნუ საქართველოს აღარ გულისხმობ. სლოვაკეთი, საფრანგეთი არის. სლოვაკეთი, საფრანგეთი. და შენთვის რომელია იქ ქვეყანა, სადაც ისევ საქართველოს არ გულისხმობს, სადაც ყველაზე კომფორტულად გძნობ თავს, როგორც კარიერულად, ისე ჩვეულებრივ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სიტუაციებში. ეგეთი აი არანაირი სტრესი ალბათ ყველგან არის, რა თქმა უნდა, გარკვეული, მაგრამ ხო, ნუ კომფორტი სადაც ხარ, რომ აი აქ რო არ შვიდა. თუნდაც კარიერულად, თუნდაც შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს, ამ კარიერულად იქ იყო და ცხოვრებისეულად სხვაგან? კი, მეც ეგრე. და ისე ვარ, რომ მაშინ ეგრე შეგიძლია გითხრა. ხო, მაგალითად აი საფრანგეთში აბსოლუტურად ყველას ვისნობ, აბსოლუტურად რა ხა ყველას აქ ჩემზე გაგონილი და აღარ ადრე იქ ვიყავი ხოლმე, იმიტომ რომ რამე რო ყოფილიყო აქა ვარ გამარჯობა და ვენახო, მაგრამ უკვე აღარ არის საჭირო რა. დანახული ყავარ ყველას ნანახი ყავარ, იციან როგორიც ვარ ლაივზე და ერთი ჰიტი უნდა დიდი რომ მე ვაპა წავიდა და გავავსეთ ზალები რა. ვინ არიან სელებრიტები ვინმესთან მეგობრო, ფრანგ არტისტებთან, ის რო არის რა ქვია, ქართული აჭარული რო შებერა. გიმსი არა, გიმსი სხვა იმაშია სამყაროში. სხვაგან ხო? მე არ მგონია რომ კაი არ ვიცი. არ ვიცი, ანუ არის როგორც მიახსენე მგონი და ხო, მაგრამ ეგენი უფრო როკი და ის სასტავე და ეს აი ჰიპ-ჰოპა და ისა უფრო გარეუბნებიდან მოდიან. და თვითონ აი სხვანაირი ტიპები არიან ძალიან რა, გიმსიც ახლა წინაზე კი იყვნენ ლაფამის ტიპები გიმსთან ერთად რა, რაღაც ძალიან დიდ ფესტივალზე, მაგრამ ლაფამის არის აი ძალიან ცნობილი ტრეკი ქონდა ჩვენთანაც იყო გამოდილი, რაღაცა Fame Like You თუ რაღაც ქონდა ეგეთი ტრეკი. Fame Like You არა, კამარო, აი კანადელი, ლიბანელი ის არის ბიზნესმენი ტიპია რა, ძალიან იგა. შვენც Fame Like You. ხო, რავი, მაგალითად ჯუსტისი თუ გაიგონიათ. მაგასი ბასი ქონდა 2 წლის განმავლობაში. მე ჩემ წინა ბასის ზაურას აქ Daft Punk-ისთვის ესე ყურს ჩატენილი ნაუშნიკი მოусმინე ჩვენი მუსიკა ესაო და როგორი რაღაცა იცი სექტა არა პატარა რა როცა მუსიკოსი ხარ მაგალითად არ არის იქ დონე რომ მე უფრო ჩქარა დავრბივარ ან რაღაცა სპორტი არ არის რა შეიძლება ყველაზე ცნობილი შენი ყველაზე არაცნობილი მუსიკა მოწონდეს და პირიქით რა ადვილია ისე მან მოხვედ რა მუსიკოსისთვის აი ეგ პლუსია აქ რამე ამ ევროპულ ჭვალებში საფრანგეთში კი ან საფრანგეთში რა არის საფრანგეთში მაგალითად ყველა ცოტა გადაკარგულ ადგილში არის SMAC-ი ქვია სცენებია დაფინანსებული ყველაფერი აქვს აბსოლუტურად და რო შედიხარ და უკრავ არა ამ პროფესიონალურ სისტემაში რო შედიხარ ბუკერი ყველას ურეკავს და კრუგს გარტყმობენ მთელ საფრანგეთისას რა რომ ნახონ სადამდე დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამაა რა სახელმწიფოც აფინანსებს ხო აქ შეიძლება ძალიან ადვილია მაგის გაკეთება ნუ ადვილი როგორც წესი ყოველთვის არის ხოლმე ფინანსებთან დაკავშირებული და პრიორიტეტებთან რაც იმიტომ რომ გონ ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში სადაც ხალხს უნდა რომ კონცერტები ტარდებოდეს და რამდენი თეატრი არის მაგალითად წინაზე ვიყავი ოზურგეთში მგონი და რა მაგარი თეატრია ოზურგეთის თეატრი მე ვარ ბავშვობაში ნანახი მაქვს ახლა აქედან ჩავიდნენ და თავიდან ახალი სული შთაბერეს და მე მგონი ეხლა ბოლო წლებში გეუბნები კი დიდი ხანი იყო ეგ შენობა უფუნქციოდ ხო და აბსოლუტურად ყველაფრით აღჭურვილია უკვე და ძალიან მართლა ძალიან მაგარი თეატრია კი რა მე ივენთი იყო
არა, უბრალოდ წინ გავიარე და მეკითხა ეს რა არის, რატო არ უკრავთ ან რატო არ ხდება, რატო არ ვიცოდი რომ ეს არსებობს. შიგნით ნახე რა. შიგნით არ შევსურვა, მაგრამ გარედან გავგიჟდი ჯერ და. შიგნითაც ანუ არ ვიცი, ძალიან ბევრი იწვალეს ადამიანება იმისთვის რომ ქონოდა შესაფერისი განათება და სასწავლო რეკვიზიტები და ასე შემდეგ და ძალიან გამოსაყენებელია ეგეთი ადგილი რა. კარგი სივრცეა ნამდვილად. მე მეგონა რომ რადგან გააკეთეს აქტიურად მუშაობდა ეგ რა, ანუ ეხლა. იცი რა არის, მე როგორც ვიცი იყო სპექტაკლები, მაგრამ მუსიკალური კუთხით მე მგონი მათ არაფერი გაკეთებულა, თუ არ ვწდები, არ ვიცი, არ გადამიმოწმები ეგ ინფორმაცია. ყველა თბილისშია ეგეც არის. კი, მან ხო და აქედან გავიქცეთ იქ, ხო შეიძლება ერთ კონკრეტულ კარგ და ღირსშესანიშნავ დღეს შეიძლება მაგის გაკეთება აი ძალიან მარტივად. თან ხახჭირდება, იმიტომ რატო მარტო თბილისელი უნდა დადიოდეს კონცერტზე და არა ზესტაფონზე. დეცენტრალიზაცია ძალიან მაგარი რამეა მაგ მხრივაც რა. თუნდაც ახლა ქუთაისში ჩემმა მეგობრებმა კარგი ხნის წინ გახსნეს კლუბი და მე ჩემი მეგობრებთ ბევრი ვიცი და აქედან მივდივარ ჩაბატკვირით. ქუთაისში კი და ძალიან კარგი ან იდეაში იმ სტანდარტის არის რაც ჩვენთან ხდება ახლა. პირობითაც ბასიანს თუ ვიღაცა ჩამოყავს, ავტომატურად ისინიც უკავშირდებიან და ან ქუთაისში ზუსტად იგივე გრიალია. მე აქაც რო არ სადარდავდივარ, მაგით არ ვიცი. არსებობს ეგ და ეგეთი დეცენტრალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ახლა ოზურგეთში ძალიან თავისუფლად შეიძლება აუცილებლად მონახავ იმ რაოდენობა ხალხს, ვინც რაღაცა ლაიობს. ან თან მithოდეს რომ არაფერი არ ხდება. 30 კილომეტრში ცხოვრობდეს იქიდან და ჩამოვა ზოგი ბათუმიდან ჩამოვა. დასავლეთს კიდევ უფრო ჩამოვლენ ხალხი. კიდევ უფრო დიდი რესურსი პოტენციალი აქვს, აი მაგალითად ფოთი ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი გეგმარებას რო თავი დაანებო, ის ანუ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება რომ სახლები როა იმებზე რო დგას ეგ. ზემოდან თუ გაქნა ერთადერთი დაალაგებული ქალაქია მთელს საქართველოში. როგორც უმაგრესი ქალაქია და არაფერი არ ხდება. ანუ ხო ძალიან საერთო. ფოთი არის, აი ფოთს როგორ გამოვიყენებდი, იცი მე რო ვიყო უფლებამოსილი, აი არ ვიცი, ვაქცევდი კულტურის დედამიწას დაუბრუნებ რაც. დედამიწაზე არ არსებობს საპორტო ქალაქი, რომელიც აი ესეთ გეთი კი. ესეთ ანუ არ შეიძლება საპორტო ქალაქი იყოს ესეთი. ქალაქი არის იმისთვის, აი ყველანაირი პოტენციალი აქვს, რომ იყოს კულტურული ცენტრი. აი არ ვიცი, ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო, ძალიან underrated არის რა. მაღირუმში სმახარშუია ველცამუნი ხალბი იბღა იაშმეშ ფიზენ ფაკერ ფი შარარარარა დარარარა დარარა დარარara Je veux aller à la mer me baigner topless met kuliesh star al hawa la hafes la la tawi madgine ზღვაზე წავალ და დავივიწყებ ამ ყველაფერს თავი მადგინე ზღვაზე წავალ და დავივიწყებ ამ ყველაფერს ბრი მსა ემჯელი ვაჰაშუია ბრი მსა ემჯელი ვაჰაშუია თავი მადგინე ზღვაზე წავალ და დავივიწყებ ამ ყველაფერს თავი მადგინე ზღვაზე წავალ და დავივიწყებ ამ ყველაფერს თავი მადგინე ზღვაზე წავალ და დავივიწყებ ამ ყველაფერს თავი მადგინე ესეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს და
ცხოვრობთ რაღაცა ერთ ქალაქში მთელი ქვეყანა. ესე ადრე ქვებს რო თვიდნენ ისინი უფრო კარგად თვიდნენ ქვებს ვიდრე ეს რაცაა გათლილი ახლა ცოტა ეს მშენებულები რო რაღაცნაირი. თუნდაც იგი აი დასავლეთი წარმოიდგინე რამხელა სახლები. თბილისში ეგეთ სახლი არავის არ აქვს. რამხელა ეს ბაითები აქვთ რა, აი 2-3 სართულიანი ძალიან მაგარი და აქ მე ჩამოდიხარ, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდება და უნდა იცხოვრო კვადრატში. ხო, 3 კვადრატში და აი ძალიან რთული არის ეგეთ დროს ახალგაზრდების შენარჩუნება. ხო და ისიც რთულია რომ იქ დარჩეხვდები, ანუ არა. ხო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე ნახა რაღაცა, ყველას აქვს საშუალება უკვე ინტერნეტით რომ შეხედოს როგორია ცხოვრება სხვადასხვა ადგილებში და არაფერი თუ არ ექნებათ ამ ხალხს ავტომატურად მარტო სამუშაო და სამსახურზე და ფულზე არ არის. რანაირ მტკივნეულ თემას მივადებით კულტურული გართობა. ახლა ახალგაზრდა ბავშვი ხარ და უყურებ რომ აუ ეს ამ მუსიკოს ნახვამი და ეს არავის არ ჩამოვა ჩემ ქალაქში და უნდა წავიდე იქ თბილისში და შეიძლება იმ ადგილასაც თან არ შემიშვან. არა მარტო ივენტზე ხარ ანუ უმაღლეს განათლებაზეც უნივერსიტეტები თითქმის ну არ არის მოდერნობიც ან შეიძლება იმდენად გამართული ან საინტერესო სისტემა არ არის რეგიონებში რაც შეიძლება რომ სტუდენტმა ნახოს აქ და ამიტომ არის შესაბამისად მაქსიმალურად კონცენტრირება ქართული მუსიკა ხო აი რეგიონები დამოდი ზოგი ის ტონალობა იქიდან ყველა შეკრული არის მე და ხო რა ერთი თბილისი იყო დუდუკ დუდუკი ქონდა თბილისში და ეხლა ეს კულტურული დედაქალაქი შენი აზრით ევროპის კულტურული დედაქალაქი რომელია? ნუ შენ სადაც ხარ ნამყოფი და გიმუშავია? პარიზია ძალიან მაგარი მაგისთვის. პარიზია სიგიჟე. ანუ ცენტრია მაგარი. ტემპს სწრაფი ტემპია უფრო კულტურული ცხოვრების აი გასაქანი ერთი არტისტის მხრიდან რო შეხედო რომ სად უფრო მეტი გასაქანი და მეორე როგორც უბრალოდ კულტურის მოყვარულისთვის აი როგორ დაახასიათებ ევროპის რომელი ქალაქი შეიძლება იყოს? ბრიუსელი ძალიან კაია, მაგრამ გასაქანად ძალიან ცუდია, იმიტომ ბელგიელები არიან ძალიან კონფორმისტები, ოღონდ თავის კომფორტში იყვნენ და ტრაკი არ გაანძრიონ და ისა. მაგრამ პარიზია მაგით რომ უცოტი ველური ქალაქია. გარდა მუსიკოსებისა პარიზი არის აი ცენტრი ქორეოგრაფიის და ჰიპ-ჰოპის არ ვიცი. ძალიან მაგარია, მაგალითად აი ბერლინზე ვერ ვიტყოდი, ბერლინი არის ალტერნატიული კულტურის დედაქალაქი, მაგრამ მე იმდენად ვარ გაზრდილი ამ ალტერნატიულ იმაში რომ აღარ შემილია რა მინდა რომ ცოტა აი გრანდიოზული რაღაცეები ვნახო რა მაინც სულ დაყვება მისი ელფერი შემოქმედებას ანუ ეგ გავლენა საკმაოდ იგრძნობა რაც ჩემთვის მაგალითად ძალიან მოსაწონია რა ანუ ისეთი კვალი ხო ისეთი კვალი დატოვა როგორც ჩანს შენზე რომ წარუშლელი რა არა ძალიან კაია მაგრამ მე სხვა რაღაცას ხო უნდა ნახო მარტო მაგაში ხო არ ჩარჩები რა იმიტომ მე ძალიან კაი და გენიოსი მუსიკოსი მეგობრები ჩაკოდენ ბრიუსელი არის რაღაც პატარა ბერლინით აი იყო ეხა მოკლეს ეგ იმიტომ რომ ტექნოკრატების ქალაქი გახდა და აღარ უნდათ რა ეს და ზოგი აი ჩარჩა და დეპრესიაში მაგალითად ჩემი პირველად მუსიკოსები რო ავიყვანე მეთქი რა ჩემი გიტარისტი იყო კვირა შელო 3 ალბომის დაწერა ძალიან აი ეგეთი გიტარისტი მართლა არ მინახია და ისე ცუდად წერდა რომ აი როგორც ადამიანსაც ხუნა კარგად უნდა იმას უკნა რომ იმიტომ რომ ხა რაღაცა ცუდ ჩაწერილს რომ მისემ და კაი ჩაწერილს ამას გამორთავს იმას მოусმენს ეს რო უკეთესი ხო ხარ ეს ყურზე თუ მოგვარდა ხა თუ დიგერი არ ხარ აი მაიც ხა მოусმენ და ხა მაგაი მაგით ძალიან ბევრი გენიოსი არტისტი ბრიუსელში მოკვდა მაგის გამო რა რომ ჩარჩენა მასში და თან რაღაცაი თან ცოტა სექტასავით არის ბოლოს, აი მაგითანაც უნდა გამოიქცე, იმიტომ რომ არა, ბაბლების სისტემა აქაც არის რა. ხო, ბაბლები აქ რო არის. ყველგან ერთნაირი ვართ რა. შენ მუსიკალურ ჟანრს რო დაუბრუნდეთ რა, შენ რამე დაარქვი სახელი თუ აი რო რას ეძახი შენ როგორ გიქებიან რა ჟანრი და ამას ვეძახთი პოსტ-სოვიეტ ბალადს რა. ანუ რაც ეს ბავშვობაში მქონდა გაგონილი, მაგრამ ჯამში პოპს ვეძახი. პოპია. პოპია, იმიტომ რომ პოპულარულია რა, მინდა რომ პოპი იმას აი ჩემთვის რა არის ისი პოპი, ანუ კლასიკის გარდა ყველაფერი პოპია. მე რაც hard ტექნოა არ ნიშნავს შენთვის. ანუ პოპი რა არის, რომ შენ გაქვს მუსიკა და პლუს რაღაცა სტილი, რაღაცას თავაზობ. ანუ
კლასიკურ მუსიკოს არ ჭირდება ეს არა ერთი ხატი ამ შემოიტანა ცოტა როკერივით ისა სცენაზე თებს რო აქნევს და ის არა თორე არის კლასიკა სადაც მართლა ტექნიკაა და დანარჩენი არის პოპი შენ ახლა ვითომ მე უფრო მაგრას სოლებს ვაკეთებ ეგ ჩემს არაფერს არ ნიშნავს ანუ შენ მაინც პოპ არტისტი ხარ მეტალი იყოს თუ ის იყოს რა ქვია კეი-პოპი იყოს თუ რაღაც ჯამში პოპში აერთიანებ ხო იმიტომ რომ არის შენი რასაც სცენაზე როგორც დგები აი მაგალითად შოგაზი თუ იცით იმის რომ ტიპები უყურებენ თავის ტუფლებს რომ ძალიან მორცხვები იყვნენ მაგაც სტილი შექმნა ანუ შოგაზი არის ეგ უკრავდნენ ესეთი მე ცოტა ძიმე არა ძიმეც არა ეგ როკი მაგრამ პლუს ეს რა სტილი რაც გაცვია სცენაზე ანუ ეს არის შენ ეგეც პოპ კულტურის ნაწილია ყველაფერი პოპია ჩემთვის ეგ არა ანუ შენ თუ ანუ ნახვიდე არაჩაცმული არანაირად და უკრავდე კლასიკურს რა ანუ სცენაზე რო ადიხარ შენ რაღაცას წარმოადგენ იმ ხალხისთვის და ბევრი ვერ მიხვდება იმ მუსიკას თუ ეს არ გაადიდე შენი რასაც აკეთებ რა ანუ ყველაფერი არის ჩემთვის პოპი კლასიკურის გარდა არავის არ გაუტყდეს არა ჩემს ხო არაფერი მათ გასატეხი არ არის ანუ პოპულარულია რა პოპულარული მას ნიშნავს რომ შენი სტილი და ჩაცმულობა და სცენაზე როგორ იქცევი ამას ადიდებს შენი სტილი და ჩაცმულობა მე ვნახე არ მახსოვს უბრალოდ რომ რაღაც ვიდეოში ძალიან ლამაზი დიდ ქუსლიანი ფეხსაცმელი გეცვა და კი ლუბუტანები გავგიჟდი მაგაზე ხო ანუ ნუ ვიღაცისთვის რაღაცა ძალიან მცირე დეტალი არის მაგრამ არტისტზე შეიძლება იყოს უდიდესი კონფიდენსის ნაწილი ან გაზიარების ან ეს პროვოკაცია ცოტა პროვოკატორი ცოტა ხარ ხო აი მაგ იმით გიყვარს ხო როგორ გაგიღიმა კი არა ეგ ანუ შეიმჩნევა ხონა გავაბრაზო დედიკო და მამიკო ჰა ის არის სერჟ განსბუღი ძახ და მამა ესაო შემშობლები შენი მუსიკა თუ მოწონს იგი ბანს მუსიკას აკეთებ დედიკო და მამიკო უნდა გავაბრაზოთ ხო ანუ მაგიტო დედიკო და მამიკოს მაინც უყოლს ვეყარებით რა პერსონაჟის შექმნაზე ცოტა პროვოკაციას ქონდა გავლენა ხო რომ თუ ისედაც ბუნებრივად წამოიღო ეგ ბუნებრივად ეგეთი ვიყავ ბავშვობიდან ძალიან რებელა ხო რა გაფუჭებული რა თან არ ვიყავ რაღაცა იმას არ ემორჩილებოდი ჩარჩოებს რომელიც აი ესე ხო და მუსიკასაც მასე ვაკეთებ იმიტომ რომ აი ვიღაცამ რომ მითხრას ესეთი მუსიკა გააკეთო მეორე მხრიდან გავაკეთო რა ეხაც ეგრე ვაკეთებ რა ჩემი როკერი მეგობრების ის არ მესმის რომ როკი იყო ყველაზე პროგრესიული მუსიკა 60-იან წლებში და დღეს არიან ჩაკეტილი რომ აუ ლედ ზეპლინი რა უკრავდა 3 საუკუნის უკან მაიცა რა გეხოცები რა ლედ ზეპლინი დღეს რო დასვა ხო კენდრიკ ლამარს გააკეთებენ მეტაორატო მიმატოვე დამტოვე და დამივიწყე სადაც მივარ მახსენდები არსად არ ნებდები გზაში ცრემლები მაშრება და დავიბენი ნეტავრატო გამიფრინდი წახვედი და დამავიწყდი შორს გავფრინდები დავნახავ იქ ვიცი მომენატრები წავალ შორს გავფრინდები დავნახავ იქ ვიცი მომენატრები აილიაფა აიტლიაფა თანამახლოა თანაჰალბი დორბი აფა აიტლია
Kahal Taba, t'es parti sans dire un mot. Depuis j'entends plus les bruits comme avant. J'erre dans les rues sans mélodie. À ta recherche je suis parti. Tu pourras venir chez Watt, tu pourras venir s'endormir, tu pourras venir t'endormir, tu pourras venir s'endormir, tu pourras venir t'endormir, tu pourras venir s'endormir, tu pourras venir t'endormir. Dans mes bras tu pourras t'endormir. Neta orato mimato damto da dami vitre. Neta orato gami prinadi tsacho edida dama vitre. მელოდია არ არსებობს დროში, არსებობს ბიტი. სიმღერას როგორ ვთქვათ, შეგიძლია თქვა რომელი ეპოქადან არის, იმის დრამ კიტი რო ნახო რას უკრავს რა და როგორ არის ჩაწერილი. მაგით ხვდები რომ ეს არის თანამედროვე და ეს არ არის თანამედროვე. ჩემი ძალიან მაგარი მეგობრი 808 დან რაიონი ქვია, ძალიან ლამაზ მუსიკას აკეთებს. Fat White Family თუ გაიგონათ, ყველაზე მაგარი როკ ბენდი. Family? ინგლისური მაგათი თუ გაქვთ როკი, ლაივი, სანახავი, ცხოვრებაში უნდა ნახოთ Fat White Family. და ასევე იკა. ხო. ყველა და მე სხვა რაღაცას მოგიყვე მაგათთან ერთად ორჯერ მაგდაკრული. დან რაიონის мама იყო ძალიან მაგარი გიტარისტი და პატრისე კასიუსაც უკრავდა, უბრალოდ ისე რა უხდიდნენ და უკრავდა და თავის ბენდი ქონდა 78-ში აქ ჩაწერილი ისეთი რაღაცები, რომ დღევანდელ პოპს გავს, აი ცოტა როკ პოპები როა და ისეთ დროს გაუსწრო ამბო. ხო, და ერთ სიმღერაც აქ დავით ბოვისთვის დაწერილი. დაწერილი ამ დავით ბოვი მაგის სიმღერა იმასაკ. გადმოამღერა თუ გადმოაკეთა. და წინაზე მეუბნება რომ ისა რაღაცა teenage band არის ამერიკული, რომელმაც ამ დავით ბოვის სიმღერა ახლიდან გადააკეთა და ეს მეუბნება რომ ხო მამაჩიმა დამირეკაო რომ იმათმა იყიდესო და რესტორანში მივდივართ, იმიტომ რომ ამაზე რიცხება კიდე ფული რა. ხო და აი მაგას მივადექით ეხა კარგად, რომ ერთი რჩევა მივიღეთ უკვე შენგან რასაც უნდა მოვუსმინოთ და კიდე დაგვისახელე შენთვის ეხლა ამ პერიოდში ყველაზე საინტერესო. თუ უსმენ ხოლმე მუსიკას ზოგადად, იმიტომ რომ მუსიკალურ შაღნას და უხსუსმენდი რომ მოდიოდი. შარლი ხო ქართველია რა წარმოშობით თვითონ. არა, ახალციხელია. აზნაურ. ახალციხელი ბურჟუაზია. არა, რაღაცა გააჩნი არ მაქვს რა. ესე არა, ბოლოს რო ჩაეგეთი ჩევის სახით რო გითხრა ალბომი ან ტრეკი რაღაცა ბოლომ რამ გაგაკვირვა რამ ეგეთი არის ხო თუნდაც ძველი აღმოაჩინე რავი ან არა აქვს მნიშვნელობა რავი ან ალბომი ან არტისტი ან ტრეკი ისეთი რომ ხალხსაც უთხრათ და პატარა რავი ჩევასავით რომ აი ამას მოусმინეთ იმიტომ რომ შეიძლება არ გქონდეთ მოსმენილი და ძალიან კარგი. ცოტა რამდენიმე ვისვინ ძალიან შევტოპე რომ მეთქი ცოტა ახალი რაღაცები გამოვიდა მოусმინო ძალიან ბევრ ამას უსმინე და უცებ ისე დაუბრუნდი ძველ რაღაც მე რო გამახსენდა რომ ომარ კორშიც უსმენდი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გიტარისტი ეგვიპტელი 70-იან წლების იმის სიმღერები ჩავირთე და ომარ კორშიდი არის მგონი მაგიტო დავიწყე გიტარაზე ესე დაკვრა რა ყველა ერთ-ერთი პირველი გიტარისტი იყო ეგვიპტეში, რომელსაც თავის გიტარა გადააკეთა, რომ ეს არაბული ტონალობები დაეკრა და თან მაგის ისტორია ისაა ძალიან მაგარი, რომ ერთ მეგობარ ეგვიპტელი ჟურნალისტს აქ მოყვანილი, ნასერი თუ გაიგონიათ პრეზიდენტი რო იყო 60-იან თუ 70-იან წლებში ეგვიპტეში, მაგის შვილი უყვარდა. გაიპარენ. ეს გაგიშდა და დაბრიდა. ოღონდ არსად არ წერია. ყველგან წერია ომარ კორშიდი მოხვდა ავარიაში და დაიბრიდა რა და ნასერას ყავს დაბრედილი. და ომარ კორშიდი რო თანამედროვეა თავის იმისთვის 70-იან წლებისთვის და აი სიგიჟია რა. მაგრამ გააჩნია, იმიტომ რომ რასაც ახლა მეკითხებოდით რას უსმენო, ხო? ჩემთვის მუსიკა არის მუდი, როგორ აგზნობ თავს. აი
აი ბოლო პერიოდში როგორი მუდის აი მაგის მუდი მქონდა რომ რაღაც ძალიან იმებზე გადავედი რა ხდება ახალი რაღაც და უცებ დაუბრუნდი რომ მიყვარს აი რომანტიკული მუსიკა მიყვარს კაი მე რომანტიკა როდევს მუსიკაში ახალი არ არის მაგრამ ჯორჯიო მოროდერის სიმღერებს დაუწყაღონ Scarface-ის საუნდტრეკი აქვს სიგიჟე და იმ დღეს სიმღერა დავწერე მაგის ინსპირაციით მაგალითად. აი, კარგი ინფორმაციაა. ჯორჯიო მოროდერი, მართლა რავი, ძალიან ბევრია რა, აი თუ რამე ისეთი სიმღერა ახლა მახსენდება, რომელსაც აი ყელშურა მომივა ვერი დისკოს უსმენ Daft Punk-ის არის. Daft Punk-ი კი ბატონო. ვერი დისკო არის როგორ იცი, დამასაფლავეთ მაგ სიმღერაზეო ეგეთი. ეს ფავორიტი ფრანგულენოვანი არტისტი ვინ არის შენ? იმიტომ რომ ბელგიაშიც ფრანგულად საუბრობენ, როგორც ვიცი და ძალიან ბევრია. მაგალითად, ჩემი მეგობარი ჟუან პაპა კონსტანტინოა და მაგარი Daft Punk-ი მაგარია. ლაფა მიგიყვარს თუ არ გიყვარს, მაინც ამაგარი მუსიკოსები არიან, რაც უნდა იყოს. კიდე ერთი ტიპი გავჩიტი ცოტა სახელიც აღარ, მაგრამ მე სახელები არ მახსოვს, სახეთი მახსოვს რა. და აუ რა ქვია მაგ ტიპს აღარ მახსოვს. ახტი ხუბონდინია ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი ალბომი გამოუშვა, აი ძალიან დიდი ხანია თან ჟურნალები იძახიან, რომ ეგეთი კაი ფრანგულად ტექსტიანი დიდი ხანი არ გაუგიათ რა. ახტი ხუბონდინი მოусმინეთ, ძალიან მაგარია. უღმესი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე, ძალიან კომფორტულად ვიყავი, კარგად, ადამიანურად. და კიდევ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მხარდაჭერ კურსიჯის. კი, ყველაზე კაი კურსი საქართველოში. აქვე შეგახსენე. შეგიძლია რომ ანახო შენ ქურთუკში რაც ხდება და კი, აქ ხდება ისა, რომ ჩამოვარდები ია ამერიკანიც ბლად და აქეთ კიდე ისა რა, ეს შეგიძლიათ შაბაშები ჩააწყოთ აი ამ აქ ჩააწყოთ აქეთ და თუ ჩამოვარდით, რა ქვია, რუსეთმა თვითმფრინავით მიფრინავ და ჩამოგაგდოთ, უთხარით ია ამერიკანიც ბლად. აქვე ამ ნოტაზე შეგახსენებთ და გამოიწეროთ ჩვენი ახიც რომელი კამერაა. და დალაიქეთ. მადლობა ძალიან დიდი. კარგად.